ორნელა მოდი და მითი დავიწყებ. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში ვიცი რომ ძალიან ორიგინალურად და განსხვავებულად დაგხვდნენ. ჯერ ჩვენი ქვეყანა არ გინახავთ, მაგრამ შთაბეჭდილება უკვე რაღაც გაქვთ. მოყევით როგორ დაგხვდნენ. Se ha qualche impressione su quello che l'hanno ricevuto. მართლა შოკში ვარ დედას გესმის. Scusate, non parlando la lingua devo sentire la traduzione. No, un'accoglienza meravigliosa, assolutamente fantastica. In albergo ho assistito a un bel canto, veramente molto gradevole, e poi a questi ballerini fantastici. მინდა ვთქვა რომ მართლა ფანტასტიკურად დამხვდნენ პირველი წუთიდან ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ სასტუმროში დამხვდნენ არაჩვეულებრივად და იქ სიურპრიზის სახით კიდეც მიმღერეს არაჩვეულებრივი ფანტასტიკური ქართული ცეკვა წარადგინეს ჩემს წინაშე და მართლა მონუხული ვარ. კარგი და მაშინ ერთი კითხვა და მე თქვენთანაც გადმოვალთ. რომ დაურეკეს ან მიწერეს, არ ვიცი, პირველი კომუნიკაცია შედგა, როგორ მიიღეთ აი ეს მოპატიჟება საქართველოში? Questo invito in Georgia, la sua prima impressione qual era quando ha ricevuto la telefonata dalla Georgia e le hanno chiesto di arrivare qui da noi. Come ha accolto questo? Intanto è da molto tempo, perché sai che su Instagram ci sono tutti gli algoritmi, per cui qualcuno mi ha detto, ma lo sai che i più grandi ammiratori tuoi non sono gli italiani ma sono i georgiani. Sono rimasta stupidissima e molto piacevolmente colpita. Vuoi tradurre? Sì, grazie. ჯერეთი მინდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად საქმის კურსში ვიყავი თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ Instagram-ზე სხვადასხვა ალგორითმების დახმარებით უკვე ცნობადობა იყო და გარდა ამისა, არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ შენ არ გეგონოს, რომ იტალიაში ყავს თაყვანისმცემლები. იტალიაზე მეტი თაყვანისმცემლები საქართველოში ყავს. კი, მართლა. ჩვენ ქვეყანაში ძალიან უყვარს თქვენი ფილმები, თქვენ ძალიან გიყვარხართ და თითქმის ყველა თაობა მიცის თქვენი მონაწილეობით საოცარი ფილმები. Sono quei film dove Grazie, non so come dire, mi fa un immenso piacere. ასიცი როგორ გამოხატა ჩემი მადლიერება. ძალიან ყველაფერი გადაეცით, მთელი ქართული ხასიათის სულით ხორცამდე შეგრძნება წინ აქვს. ნიკასთან მინდა გადავიდე კიდევ. ნიკა, როგორ გვანებიურებ, საიდან მოგდის აზრად, რომ ესეთი ადამიანები ჩამოიყვანო ჩვენთან, გაგვახარო და ამ ყველაფრით კარგი საქმე აკეთო. მე მგონი რთული არ იქნებოდა მის დათანხმება, თუ კი? დათანხმება უფრო რთული ისეთი არ იყო, როგორც მე უკვე ეს პერიოდი მოსამზადებელი, ბევრი ისეთი სანერვიულო მომენტი იყო, როდესაც ესეთი დონის მსახიობი ჩამოყავს, მithmetes მე ფონდში, როცა მიდია შემომაგრი, ხსნი, ვინ ჩამოყავს, რომ ჩემ ფონდში არიან ჩემზე ბევრად პატარებიც. არიან ჩემი ასაკის, მაგრამ ძირითადად უფრო ჩემზე პატარები არიან და უხსნი ვინც ახლა არიან ადამიანები სახელდაგვარად უცებ ვერ ხვდებიან და მერე რომ იწყებათ ეს ემოცია, მაგრამ მე მაინც ვიტყვი რომ მე 2022 წლიდან განსაკუთრებით დავიწყე ფონდში ზღაპარი, სიზმარი და აი ვიძახის რომ არ მინდა ამ სიზმრიდან გამოღვიძება, იმიტომ რომ დავიწყეთ რიკი პოვერიდან და აქვე ვისარგებლებს შემთხვევით და იმედის აქვს და ქალბატონ მაკალომიძეს მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრათ, რომ ყველა ჩვენ ღონისძიებაზე მე იდეა გამიჩნდება და ისე მიყვარს, რომ მასაც ესე უყვარს იტალია, რომ ბევრად მიმართივდება რაღაცის დაწყება.